მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი. დღეს სტუმრად ყავს ჩვენს არხზე ტონიკ მამარდაშვილი. გამარჯობა ძმაო. უпрозად მე ვარ ტონიკესთან ახლა სტუმრად. ტონიკ არის ერთ-ერთი ძალიან კარგი დარბაზში დუბაიში. აქ ტრენერის გარეშე ვარჯიში არ მოსულა, ასე რომ ვთქვათ. და ყველა დეტალს გაგაცნობთ თუ რა და როგორ ხდება ამ დარბაზში. აბა ტონიკე თუ შეძლებ მადლობა მოწვევისთვის და სტუმრობისთვის კიდე. ხო, ტონიკ მამარდაშვილი უკვე 3 წელია ემბადიში მუშაობ, რომელიც მდებარეობს დუბაის ფინანსურ სეგმენტში, ერიაში. ასე ვთქვათ, არის მაღალი კლასის დარბაზი, რა თქმა უნდა. მუშაობთ ტრანსფორმაციებზე, 2 თვე, 3 თვე, 6 თვე ზოგი წელიწადი გააჩნია როგორ. და შემდეგ ვიდეოში დარბაზსაც განახებ, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მაღალი კლასის დარბაზი. მოთხოვნები საკმაოდ მაღალი არის და მოთხოვნაც საკმაოდ მაღალი არის დღეს დუბაიში, როგორც იცით, დუბაი ძალიან მაგარი ქალაქია, დღესდღეობით ძალიან ბევრი მოთხოვნა არის ამას და ხალხის რაოდენობაც რო იზრდება, ამ შემთხვევაშიც ტრენერებისთვის არის საქმე, ჩვენსაც არ გამოინახება საქმე ასე თუ ისე. მაყოფილი ვარ ჯერჯერობით, უკვე მე-3 წელი გავიდა ახლა. უკვე მე-3 წელი გავიდა პრინციპში დღეს 3 წელს წინ დავიწყე 2023-ში 2 იანვარს. როგორ ისე რა კრიტერიუმებს უნდა გვაყოფილებდეს ტრენერები აქ რომ დაიწყოს მუშაობა? საინტერესო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინგლისური აუცილებელი არის, მაღალი დონის ინგლისური. გარდა ამისა, სერტიფიკატები, რა თქმა უნდა, საჭირო არის, ინტერნაციონალური სერტიფიკატები. არსებობს დუბაის სპორტის სამინისტრო, რომელიც აძლევს სერტიფიკატებს. და საჭირო არის მათთან დარეგისტრირებული იყო. როგორც დარბაზი, ასევე ტრენერები ცალ-ცალკე უნდა იყოს აუცილებლად. და არის მოთხოვნა არის მინიმუმ ნუტრიციოლოგის სერტიფიკატი და არის პერსონალ ტრენერის სერტიფიკატიც სავალდებულო არის ეს მინიმუმ 2. და რაც უფრო მეტი არის, უფრო მეტი შანსი გაქვს რომ მოხდეს ესეც სამსახური. სამუშაო გამოცდილებასაც რა თვალისწინებენ. თქმა უნდა, სამსახურის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ფორმაში უნდა იყოს ტრენერი? მე რო დავიწყე მუშაობა არ ვიყავი ფორმაში, ჩემს სურათებს ნახავთ Instagram-ზე. აუცილებელი არ არის, მაგრამ უნდა იყო ნავარჯიშები, რა თქმა უნდა. ასე თუ ისე, ყველა 10% ვერ იქნება ცხიმი ან 15 თალებისთვის, მაგრამ არის სავალდებულო რომ ასე თუ ისე. ისე მომხმარებლები ტრენერისგან აი რას ითხოვენ? ძალიან ბევრ ამას. საინტერესო, ესე იგი, მოკლედ მაინტერესებს აი დუბაის ბაზარზე რა ხდება? არის ფასების სეგმენტის მიხედვით, დავიწყოთ თავარი. შენობა უნდა იყოს სუფთა და ლამაზი, რა თქმა უნდა, მარტივად დარბაზი უნდა იყოს კარგად ფუნქციონალური. როცა ამ ფასი არის გათვლა სეგმენტი, რასაც განახებთ შემდეგ 24 სესია მაგალითად 8 კვირაში უნდა ჩავტიოთ დაახლოებით კვირაში 3 სესია გამოდის, 3 გაცხიმოლების შემოწმება, 2 შესვლა რეკავერიში და არის 500 კრედიტი ემბადის, რომელთაც შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა აქტივობებში. არის 12 კვირა, 16 კვირა არის, 24-36 კვირა არის, რა თქმა უნდა, თავისი ბენეფიტებით. არის ფასები მოცემული დაახლოებით ეს არის 6000 ლარი თვეში. არის მსგავსი ფასი ცოტა ნაკლები, არის 16 კვირიანი. ყოველ თვე შეგიძლიათ გადაიხადოთ დამატებით. რა თქმა უნდა, რაც რო პაკეტი იჯდება ფასი იკლებს სესიაზე, იმიტომ რომ ვხდილობ დიდ ლამსამს. ეს არის ცალკე სესია, პროგრამის გარეშე სესიების ერთი ფასი არის 500 ლარის 1 საათი, 12 სესიაში იხდით 5000 ლარს და არის სესია არის 40000 ლარი დაახლოებით 100 სესია. საქართველოსთან შედარებით ცოტათი ძვირია, მაგრამ ალბათ იმედია საქართველოს არ დაეწევა ფასებში, იმიტომ რომ საშინელებაა. Thank you so much. ამ დარბაზში აუცილებელი არის სისუფთავე, მოწესრიგებულობა, ძალიან მნიშვნელოვანი და privacy. ეხლა განახებ დარბაზის შესასვლელს, თავიდან კლიენტი რო შემოდის, რა თქმა უნდა, დესკი ემსახურება. შემდეგ მიდიან consultation room-ი ქვია. ჩვენ დაახლოებით ვნახულობთ კლიენტის ინფორმაციებს, ვესაუბრებით, ვნახულობთ როგორ ცხოვრობს ადამიანი, ის მიღწევა უნდა და ამის შემდეგ ვანახებთ დარბაზს. გვაქვს კაფე. Hello, Francu, how are you? Where is my coffee? Not today, I had enough, thank you. კასტორის მაიკებს ყიდით. ბრენდი არის ჩვენი. იგივე. აქეთ არის performance hub-ი, სადაც ახალი პროგრამაა დაწყებული, სადაც ვამოწმებთ ადამიანის ძალას. არის გაწევლები, არის მოთელვის მხარეც, mini yoga ასე ვთქვათ. არის ასევე კარდიო
გვაქვს წყალი გაფილტრული და გაზიანი, ანუ ბორჯომისავით კარგი არ არის, მაგრამ დაახლოებით გაჩავთ რა. კი ესე შეგიძლია. ხო. აქეთ არის დარბაზი, არის კეთებელი, ვიცი რომ ძალიან გიყვარს ესენი. ესეთი მძიმე არ გვაქვს როგორც შენ აკეთებ, მაგრამ ხაჩავთ. დამწყებებისთვის გამოდგება. ბრენდირებული განტელები. როგორც გითხარით, ანუ დარბაზში ხალხი თავის არ ვარჯიშობს, არ შეიძლება ასე ვთქვათ. რადგან დღეს არის პარასკევის შუა დღე, ძალიან ბევრი ადამიანი თან ახალი წლების დღეებია და ბევრი ადამიანი გზავრობს, ასე რომ დაწუთული არ არის დარბაზი საერთოდ, რაც იდეალურია ჩვენთვის. კაბელები. ორი ბრენდი გვაქვს, არის Primal ბრენდი, რომელიც საშუალო დონის ბრენდია, მაგრამ რადგან ეს დარბაზი არის კომერციული დარბაზი, ძალიან ადვილად, ასე ვთქვათ, ეკვიპმენტები ძალიან ადვილად ხაჩავენ, რომ არ გაფუჭდნენ, იმიტომ რომ გამოყენების სიხშირე ნაკლებია. და რა თქმა უნდა არის გათვლილი რაოდენობაზე. გვაქვს Nautilus-ი, რომელიც ჩემი საყვარელი ბრენდი არის. ფეხის ვარჯიშები ძირითადად არის დუნდულები, hack squat-ი, leg press-ი. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვამაყობთ არის ხედი და მზის შუქი, ძალიან ადვილია და ძალიან მნიშვნელოვანია დარბაზისთვის. უმეტესობა ადამიანებს ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ჩვენი კონკურენტები არის დაახლოებით ორი დარბაზი ამ ადგილში და ძალიან შეკუმშული, რა თქმა უნდა, პატარა ოთახებია, შუქი არ არის, მზის ძალიან კარგი არის. ხედი შეგიძლიათ ნახოთ. რიც კარტონი. გვაქვს recovery suite-ი დამატებით. რა თქმა უნდა, პაკეტში შედის რამდენიმე სესია, მაგრამ ძირითადად თვიური აბონი მეწყიდით ხოლმე ან სესიის ფასით. აქეთ გვაქვს მოსასვენებელი ადგილი. ეს არის ქალებისთვისაც, კაცებისთვისაც მიქსი არის, ანუ ქალებიდან შემოსასვლელი აქეთ მხარეს არის, კაცებიდან აქეთ. გვაქვს infrared sauna, ორი სუიტი გვაქვს. და არის ორი ცივი წყალი, ასე ვთქვათ, აუზი, 6 გრადუსი და 8 გრადუსი. ძალიან ცივი არის. საშინელება მოკლედ. კლიენტებისთვის ვიყენებთ, რა თქმა უნდა, კუნთის ტკივილის შესამსუბუქებლად ვიყენებთ ცივ თერაპიას და არის საუნა, რომელიც ძალიან კარგია სახსრებისთვის, შეგრძნება აღდგენისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძირშიც ეხმარება. ორივე ძალიან კარგი არის. მოკლედ მეორე გეტყვით, რომ Tonic არის ძალიან მაღალ კვალიფიცირებული ტრენერი, რეკომენდაციას გაუწევ. რამდენად ექნება მაგის დრო ვერ გეტყვით, რომ აქედან მართ პრინციპში დრო ერთ და იგივე არის და შესაძლებელი იქნება. რთული არა ძალიან, მაგრამ ძალიან დატვირთული არის დარბაზში და რამდენად შეძლეს, მაგრამ შეგიძლიათ Instagram გვერდს მოგიწევთ Tonic-ესაც და შეგიძლიათ ამ რჩევებზე მიწეროთ, რეკომენდაციას მოგცემთ და ასე შემდეგ. გვაქვს before and after-ები, ანუ ტრანსფორმაციის სურათები, პოპულარულია საკმაოდ. მაქვს 1, 2, 3 ჩემი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ტოფიკასაც კარგი ტრანსფორმაციები აქვს, ჩვენი მენეჯერი, საკმაოდ კარგი ტრანსფორმაციები. ამისთვის მუშაობთ, რომ ადამიანმა მიაღწიოს შედეგს. არის რეცეპცია, Katlin very shy. ეხლა პირობითად აი ვთქვათ, ვარმე შენი მოსწავლე დღეს გავიარე გასაუბრება და აი რა გზებს გამატარებდი? კი, რა თქმა უნდა, ანუ პირველი კონსულტაცია ხდება მენეჯერთან, ან ადამიანთან, ვინც არის პასუხისმგებელი. ხდება ფასებზე შეთანხმება, დროებზე შეთანხმება, ზოგ ადამიანს სხვადასხვა დრო უნდა, შეიძლება არ ქონდეს ტრენერის დრო და სხვა ტრენერი მოუწიოს, ან სახსრების პრობლემა ქონდეს. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ მოვდივართ პირველი ასეთი ასესმენტი ქვია. ვართ ამ ოთახში, ზუსტად იგივე ოთახში, სადაც ახლა ვართ. ვესაუბრებით კლიენტებს მაგალითად ზოგადად ლეპტოპი მაქვს ხოლმე და არ კითხები, წინასწარმეტყველო კითხები, რა თქმა უნდა, ჩამოწეროთ და ვკითხოთ ადამიანს მაგალითად ტრამვები, ყובה, ყველაფერი, ცხოვრების სტილი, რას აკეთებს, უვარჯიშია თუ არა, როდის ივარჯიშა, კივა თუ არა რამე, როგორ ძინავს, სვამს თუ არა, ეწევა თუ არა. ანუ თრიანი კითხები ჩამოდის. და ამის მიხედვით ვადგენთ პროგრამას. ხერი? და გვაქვს კალიპერი ჰარპენდერის, რომელიც ამოწევს გასხმოვნებას. არის ქართულად არ მახსოვს როგორ ქვია მას. სარტყელი, შემოწირულობა რომ რა თქმა უნდა და არის ჰარპენდერის კალიპერი, რომელსაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ადამიანს გასხმოვნება. და რისთვის სჭირდება ეს? ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი არის შედეგის დადება. ანუ შედეგის გარდა თითქმის არაფერს არ ვიზნავთ. ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი არის, ვინც მოდის აქ რომ კონდეთ შედეგი.
ძირითადად შემთხვევაში შესაძლოა ცხიმის კლება. მოკლედ, მოდი ახლა გავიკეთოთ ჩვენს გაცხიმოვნების სამები. გავიგოთ რა პროცენტულობით არის და დარბაზის დავათვალიერებინოთ ჩვენს მაყურებელს და თან რაღაც დეტალებიც ავუხსნათ. ჩვენ რა გვინდა, ესე იგი ჰარპენდელ კალიპერი, ანუ კალიპერი არის კანის ცხიმის შემოწმების ერთ-ერთი მაღალი ხარისხი ძალიან. არის ძალიან ბევრი აპარატი, რაც უკვე ნახე in-body machine, რომელიც იხვეწება, მაგრამ იდეალური არ არის. ანუ ჩვენ ვიწყებთ როგორც იცით, ჰოსპიტალებში, ანუ საავადმყოფოში იყენებენ ამას და ან MRI-ს. ანუ ვისაც აინტერესებს ზოგადად გაცხიმონება რამდენი არის, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არის ეს. და რატომ არის კარგი? ერთი, არღის ძალიან ძვირი, ეს ღის დაახლოებით $800. ძალიან ძვირი არღის MRI ღის მილიონები უკვე. ანუ და დრომი აქვს. და მეორე ვარიანტი არის ის, რომ შეგეძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ რაც თავი არის, ნებისმიერ დროს მარტივად შეგეძლიათ ნახოთ გაცხიმონება. არის უფრო იაფინი აპარატებიც, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანი, პროცესი ძალიან სენსიტიური არის. არის მაღალ პროფესიონალური გაცხიმონების აპარატი. ჩვენ უნდა ავიღოთ 7 ადგილიდან გაცხიმონება, შემდეგ ჩავშალოთ ფორმულაში, არის რამდენიმე ფორმულა, Jacks and Pollocks ფორმულა ქვიერთებს და დაახლოებით გეტყვის რამდენი არის ცხიმი, რამდენი არის უცხიმო მასა, ანუ კუნთის და ძვლები, ანუ უცხიმო მასა. შეგიძლია მაიკა პირველი არის ცხიმი კერთან, არის 6 მმ. შემდეგ არის ტრიცეპსი, შეგიძლია მოვადუნო ხელი დაახლოებით აი აქ. მსგავსი კერთან 6 მმ-ია ორივე, ძალიან ახლოს. ძალიან ახლოს. შემდეგ არის subscapular, ეს არის ზურგთან ახლოს, შეგიძლია მოკლედ და კამერაში დაინახავენ. ვიღებ დაახლოებით აი აქ. ამ ადგილზე შეგიძლია მოდუნო. ანუ კუნთებრივ დაჭიმოთ ამ დროს მაინც ვერ მოვატყუებთ აპარატს, იმიტომ რომ ცხიმს იღებს და არა კუნთს. შენზე არ ვიძახი რა თქმა უნდა, ძირითადად შემთხვევაში ხალხი ცდილობს ხოლმე რომ შეისრუტონ ეს შეისრუნთქონ ან რაღაც რომ ძალიან არ დამცირდნენ, მაგრამ აპარატს ვერ მოვატყუებთ სამწუხაროდ. ცხიმის დაჭიმვა არ ხდება, გაწელვა ხდება, მაგრამ დაჭიმვა 10 მმ, ანუ 1. შემდეგ არის აი აქ. მიდაქსილარი, ანუ სადღაც შუიდან ნახევარზე და ზევით, სადღაც აი აქ. ნახოთ, არის დაახლოებით მსგავსად 7.9 მმ. 8 მმ. შემდეგ, კიდევ იგივენაირად, ჩვენ ჩავდივართ დაბლა. დაახლოებით ძვალი არის men's, ქართულად არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ ინგლისურად supra-ili აქვს ოთახი. აი დაახლოებით აი აქ. მე მაგალითად ჩემს მენეჯერს უყვარს უკან გასვლა. ბევრი ცხიმი აქვს, მაგრამ მიდის ხოლმე აქ. მაგრამ supra-ili აქ როგორც თანით არის ზედა ჯვარედინი მხარე men's ძვალთან და აუცილებელი არის მან 45 გრადუსით დაცილებით. უпросто აქ ცოტა ბევრი არის. ეს გლდანი შაურმა არის. ეს გლდანი შაურმა შეჭამდა კაცი, მაგრამ არა. ხო, რა თქმა უნდა გაამახვილოთ ყურადღება ცხიმის ხარის, ანუ კანის ხარისხით. ზოგ ადამიანს რო დაჭიმული აქვს, ზოგს მოთონთროებული, მაგრამ შეიძლება იმოქმედოს დაახლოებით ამ ყველაფერმა. ეხლა მაგათაც შენი კანი არის დაჭიმული აქ. შეიძლება ცხიმი იყოს, მაგრამ კარგად ჩანს, ანუ ჩამოწელილი არ არის. 17. აბა ნახოთ. აქ კარგად არის. ახლოს ხარ სანტიმეტრთან. თითქმის სანტიმეტრი ნახე, 10 მმ-ია რა დაახლოებით. შეიძლება არ გამოჩნდეს კარგად, მაგრამ თავი რიცხვი ავიღოთ. უნდა შეეცადო რომ კუნთი არ გამოწიო და აიღო ზუსტად ცხიმი. აი დაახლოებით აი აქ გავული მე. ეს არის იდეალური. აი ეს არის ცხიმი შენი. და ეს არის დაახლოებით 1 სანტიმეტრი. როგორ არის შენი საქმე? ჩვენ ესე იგი როგორ ვართ? დღესდღეობით ამ წამს და საკმაოდ შეჩეული მაქვს ხელი კალიპერზე, ძირითადად შემთხვევაში მყავდა რამდენიმე კლიენტი, რომელსაც MRT-ზეც გაიკეთა და ძალიან ახლოს ვიყავი მაგ რიცხვებთან, ამიტომ ჩემ თავს ცოტა ვენდობი. გაცხიმონება არის 15.8%. 15.8. როგორი არის? 15 დაახლოებით შეჯიბზე რო გადის ადამიანი bodybuilding-ზე, დაახლოებით უმეტესობა ადამიანის არის 9-დან 12%-მდე. უმეტესობა 10-12. თუ ვინმე თქვა რომ არის 6 ან 5 არის ძალიან იშვიათი. ძალიან იშვიათი. თითქმის შეუძლებელი. ნუ რუნი იძახდა 3 ვიყავიო, მაგრამ 3%-ზე აი როგორც პროფესიონალი მაგალითად რამდენი ხანი დამჭირდება მე, ნუ კვებას ვიცავ, როგორ არ ვიცავ, მაგრამ ნახშირ წყლებს ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან რთული სპრიტები მოქვს მე. აი რომ მიუყვე მაგალითად გეგმას
აი რა დრო დამჭირდება დაახლოებით რომ ჩამოვიდე 9%-ზე. ეს სხვადასხვა რაღაცებზე დამოკიდებული. ერთ-ერთი მაგალითი ეს არის, რამდენად შეგიძლია გაუძლო შიმშილს. ანუ რამდენად ძლიერი ხარ, განა იმაზე რომ ძლიერი არ ხარ, მაგრამ ზოგ ადამიანს ნაკლებ საკვებზე, ანუ ამ დაახლოებით 12%-ად იწყება უკვე სირთულეები ფიზიოლოგიასთან. გადაღლა, გატვირთვა, უძილობა, ტესტოსტერონი ჩამოდის დაბლა. როცა გაცნობება ძალიან ჩამოდის დაბლა, უკვე პრობლემა არის. შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს ფუნქცია. მაგალითად მე ჩამოვედი 14%-ზე, როცა გადავიდა სურათები. დაახლოებით 18%-დან დამეწყვე შიმშილის ზნობა. 14 რომ მივახლოვდი ძალიან უძლებოდი სესიების დროს. ძალიან. ხანდახან ვჯდებოდი ხოლმე რომ უბრალოდ ფეხები მткиოდა. აღდგენა ნელდება. დღეს რო გააკეთებ ფეხებს უკვე 2 დღის მაგივრად 4 დღე მткиვა ფეხები, იმიტომ რომ ცივა გააჩნია ეს სიმპტომები როდის დაიწყება. თუ შენ მაგალითად თუ ადამიანი არის გენეტიკური ფენომენი, რომელსაც შეუძლია ატანა. ეს შენზე არაა დამოკიდებული ორგანიზმი უნდა კი რა თქმა უნდა. დაახლოებით 15%-დან რო ჩახვიდე 9-ზე, კალიპერზე, დაახლოებით გინდა 16 კვირა. ეს არის კუნთის დაკარგვის გარეშე, ანუ რადიკალური მიწოლის გარეშე. 6% უკვე ძალიან დიდი წონა ეს გამოდის. აი ეხლა ცხიმის წონა არის 13.4 კილო. ჩემ. კი, 71.6 კილო არის აქედან სუფთა მასა. ძვლები, კუნთები ყველაფერი შედის. ამით შეგიძლია გამოთვალო სუფთა კუნთის მასა რამდენია. დაახლოებით. ამ ფორმულითაც არის სხვადასხვა აპლიკაციები, FFMI ქვია ინგლისურად, ანუ კუნთის მასა სუფთა. მოდი ახლა 16 კვირას ვიტყოდი რა. 16 კვირას. 16 კვირა მინიმუმ. წვალების გარეშეც, იმიტომ რომ შეგიძლია ჩამოაგდო, მაგრამ შეწირავ ბევრ ამას. რა თქმა უნდა, გაცემოვნების, საუბრის, ცხოვრების სტილის გაგების შემდეგ გვამოწმებთ ადამიანს რისი შესაძლებლობები აქვს. პირველ რასაც ვიწყებთ არის ეს არის mobility, ანუ სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა როგორი იქნება, ხო? და კუნთის გაწევრის შესაძლებლობა არის თუ არა პრობლემები მოძრაობაში, არის განსხვავება სიმეტრიაში და ასე შემდეგ. პირველი რაც არის ეს არის შემოწმება, ანუ ჰიპის. ბოდიშ მოვიხდი ინგლისურს უნდა გამოვიყენოთ, რომ ქართულად მართლა არ მაქვს გასწავლი მედიცინა. სამწუხაროდ. პირველი არის როგორ შეგიძლია ფუხლები გაშლილი იყოს და ჩადი ცოტა პაუზა და შეეცადე შეეხო თითებს, ანუ ფეხის თითებს. რა თქმა უნდა, სპორტსმენი იდეალურია, რაც არის ძირითად შემთხვევაში დაჟე ჩვენ ასაკშიც, უფრო ასაკშიც 80% კლიენტების ესე ვერ ჩადის, უნდა მოხარო ფეხი, იმიტომ რომ არ უწყობთ მუხლის ახსაში ძირითადად არც მუხლი, არც ციპი, არც წელი. სამწუხაროდ. შემდეგ შეგიძლია პირდაპირ და შეეცადე ბოლომდე გადახვიდე, რაც უფრო შორს უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, უყურებ ბალანსს, უყურებ ხელს ხეულს, საკმაოდ ხარისხიანი არის. შემდეგ კედელს ვიყენებთ ხოლმე დაახლოებით ამისთვის. როგორც მომდი უნდა ავიდეს ხელები, მაქსიმალურად შეეცადე რომ თითები იყოს კედელთან ახლოს და ბოლომდე. აი მაგათად მე მარცხენა მხარი მაწუხებ და ხანდახან მიჭირს ხოლმე ბოლომდე რომ შევეხო, მაგრამ შეეცადე რომ ესე გააკეთო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ სიტუაციად ვამბობთ, მაგრამ აკვირდებითაც ვცდილობ გავთვალოთ რის რა პრობლემა შეიძლება ქონდეს ადამიანს. იდეალურია. ცოტა განსხვავება არის, მაგრამ ხო არა? მარჯვენა მხარეში. მაგრამ ხანდახან როცა პირველად აკეთებს ადამიანი, ანუ მარჯვენა მხარე ბოლომდე ვერ აგაკეთებს. ვერ ეს ასიმეტრია მაქვს და მაგით. ცოტა ხო? ხო, ნატკენი ხო არ იყო ტრამვირებული. ნატკენი არა მაქვს, უფრო მეტად არის განვითარებული. ანუ შეზღუდული არის რაოდენ, ანუ ცოტათი უფრო შეკრულია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა განსხვავება ყველას აქვს. განსხვავებას უცბად დაინახავთ, არ შეშინდათ, იმიტომ რომ ეს ნორმალური არის. იდეალურად სიმეტრიულ ადამიანს ვერ ნახავთ ვერსად. თუ ნახავთ, ძალიან გთხოვთ შემოწყობილეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფაქტი არის. შემდეგ rotation არის, ანუ წელის, რა თქმა უნდა, ბოლომდე რა დონეზე შეიძლება გასვლა და პაუზა და შემდეგ ანუ შემდეგ ვიხარე. ოკეი. იდეალური. შეგიძლია კიდევ ერთხელ გამეორო, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის გაამეორებინოთ ადამიანს თუ ნახოთ რომ ხარისხიანად შემოწმოთ მოძრაობის დონე. კიდევ ერთხელ, ნელა, პოზ, იდეალურია. როდესაც გადიხარ მარჯვენა მხარეს ნაკლებია შედარებით, ხო? მარჯვენა მხარეს უფრო მიჭირს. ჩანს. ანუ ცოტა განსხვავება არის, ძალიან ცოტა არა არის განსხვავება რადიკალური, მაგრამ ისეთი არაფერი რომ წელის ტრამვა ხო არ იყო ან მსგავსია. არაფერი. ამ ყველაფერს თქმა უნდა ვიწერთ და ვცდილობთ რომ შემდეგ დავხვეწოთ. ან გაწევლობით, ანუ ვარჯიშების დროს და გააუმჯობესო. რა თქმა უნდა. დიახ, შემდეგი არის იატაკზე.
განახეთ როგორი სიტუაცია. ვიგებ დაახლოებით ჰიპის და ჰამსტრინგის, ანუ ბედროს mobility flexibility ტესტი. ფეხი სწორედ ერთი და მეორე ფეხი ადის ზევით, გასწორებული, გამხრად შეგიძლია ზევით, უფრო ზევით. ფოს ეს მაქსიმალურია, ხო? აჰა. კი ბატონო, შეგიძლია შეცვალო ფეხი, მეორე ფეხით მაქსიმუმ დაწიე, რაც შეგიძლია, ხო? შეგიძლია გაიმეორო კიდევ ერთხელ. დავიმეორო, ხო? მეორე ფეხი, ხო, კიდევ ერთხელ. მაქსიმალურად. აჰა. ოკეი. დიდი განსხვავება არ არის რადიკალურად. დიდი განსხვავება. მინდა რომ ამოტრიალდე სახით ქვევით. ადის ერთი ფეხი. რაც შეგიძლია მაღლა. იდეალურია და შეცვალა ფეხი. რომელი უფრო ადვილი იყო? მე მგონი რომ მარჯვენა უფრო ადვილად არის ზევით, ხო? შეგიძლია კიდევ ერთხელ გაიმეორო. მაქსიმალურად. Okay, good. Next. Okay. და შემდეგი ფეხი, მეორე ფეხი. სვალო მოკლედ ქართულად. კი ბატონო. ეს არის შემოწმება. ამის მიხედვით ვადგეთ ვარჯიშებს, ცდილობთ შევუწყოთ ხელი, ან ვაკეთებთ გაწოლები. გააჩნია პრობლემა აქ ადამიანს. შემდეგი რა თქმა უნდა, ფიზიკური შემოწმების მერე მოვდივართ დარბაზში, ვიწყებთ გახურებით, ორი გახურების საშუალება არის დინამიური გახურება, შეგიძლიათ თქვენთაც გააკეთოთ, ნებისმიერი გახურება გამოდგება იმის მიხედვით, რომელ კუნთს აკეთებთ. თუ აკეთებთ უფრო მეტ ფეხებს, გავაკეთებთ ფეხების, მაგალითად ბაიქს, ველოსიპედს, ან როუინგს. როუინგი არის იდეალური, იმიტომ რომ ყველა სახსარი ხურდება მოკაჩვა. ანუ როუინგ მაშინა არის იდეალური ჩემთვის. 4 წუთის საკმარისი არის საშუალო ინტენსივობით და შემდეგ მოვდივართ დარბაზში. ძირითადად ჩვენ მუშაობთ GBC მოდელი ქვია ვარჯიშების, ქართულად split პროგრამაზე არის. სუპერსეტი, დიახ, რა თქმა უნდა, ორი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვაკეთებ სუპერსეტ სისტემით ვარჯიშს. ნიშნავს რას? კლიენტს ვავარჯიშებ ერთ სესიაში. კლიენტს ხედავს. დიახ. არის გააჩნია რომელი პაკეტი აკადემიას აღებდა ამდენჯერ და ვარჯიში. თუ ადამიანი მეტყვის მაგათად 4ჯერ ყველა კონსვარიში კვირაში დამწყებისთვის ძალიან რთული იქნება, ამიტომ სპლიტს ვაკეთებ სხვანაირად. მაგალითად upper და lower, ანუ ზედა ქვეტა და ქვეტა. თუ ადამიანს უნდა 5ჯერ ვარჯიში უკვე იწყება, ანუ სხვადასხვა სტილები არის მაგათად კერდი ცალკე, ზურგი ცალკე და ასე შემდეგ. გააჩნია ამდენი დღესურს ადამიანს. რა თქმა უნდა პროგრამაში გვაქვს სესიების რაოდენობაც და ამ სესიების ამოწურვა თქვენ შეგიძლიათ როგორც 8 კვირაში, ისევე 24 დღეში, იმიტომ რომ 24 სესია ყოველ დღე თუ ივარჯიშებს ადამიანი ის არის. უბრალოდ რეკომენდირებული ჩვენ ვიწყებთ 2-დან კვირაში 3ჯერ მინიმუმ წონებით ვარჯიშს. აქედან ვაკეთებთ დასკვნას რომ კლიენტის ვარჯიში ჯობია ამ ფრეკვენციით მოკლედ. თორნიკა, იცი რა მითხარი? რა დრო გაქვს განკუთვნილი მოსწავლე რო ავარჯიშო? იდეალური დრო არის ჩვენთვის 55 წუთი. და შემდეგ გახურება შედის მან გაწოლების გარეშე. გახურება ყოველთვის ვცდილობ რომ კლიენტს უთხრა რომ გახურდეს თავისით. რო ჩვენ არ დავყარგოთ რო გახურებაზე და წავიდეს პირდაპირ ვარჯიშები. რაც არის ყველაზე წინასწარ უხსნი როგორ უნდა გახურდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იციან უკვე ჩემი თავარი მიზანი. მეც მასე უდგები სხვათა შორის. ჩემი თავარი მიზანი ადამიანის არის ესეთი რაღაც. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქვეყანაში, არა მარტო საქართველოშიც, კოუჩები ცდილობენ რომ ადამიანებს თავის დამოკიდებული გახადო კლიენტი და თავის გარეშე ვერ ივარჯიშოს კლიენტმა. იყო ეს ახლა აღარ არის ამ დროში, მაგრამ იყო ადრე რომ მაგალითად გააკეთებინათ კლიენტებს მხოლოდ და მხოლოდ თავის ხვალწუნები რომ კომპლექსური იყოს და დაჭირდეს ტრენერი. მაგრამ ჩვენთვის ეს არ ამთავრონ, ჩვენთვის არის თავი შედეგი. თუ ადამიანს გინდა რომ გაუზარდო ფეხები, უნდა გამოიყენო ის ვარჯიშები, რაც იცი და რაც არის აპრობირებული მეთოდი იმისთვის რომ გააზარდოს კუნთი. ის კუნთი რაც თქვენ კოუჩი როგორც ასე ფიქრობთ და ის რაც კლიენტს უნდა. რა თქმა უნდა. ანუ და არის აუცილებელი რომ ვასწავლოთ კლიენტს როგორ უნდა ივარჯიშოს, ამიტომ გახურება ვარჯიშები კლიენტმა უნდა იცოდეს. იდეალურ შემთხვევაში სამ თვეში უკვე ესეთი დამუღებული უნდა ქონდეს რომ თავის ივარჯიშოს ადამიანმა, შენს გარეშეც. მაგრამ თუ სერვისი ძალიან მაგარია და მაგრა იმსახურებით ადამიანებს უკვე ვიდრეკილები ხდებიან თქვენს მიმართ. ყავს ისეთი მოსწავლეები, პირობითად 1 წელი, 2 წელი, 3 წელი. კი, რა თქმა უნდა, დღეს მაგალითად ერთ-ერთი მყავს ბენი, რომელსაც უკვე მე-3 წელი გავუვიდა და უკვე 400 სესია მოუწურეთ ასე. ვაჰა. ბევრი კლიენტი ჩემს შემთხვევაში 2 წელი, 1 წელი, 1 წელი მინიმუმ ძალიან ბევრი კლიენტი ყავს. 80% მყავს მაგალითად დღეს პროგრამულად 80% არის პაკეტი ვინც იყიდა მეორედ და ასე შემდეგ. ჩემი კლიენტების უმეტესობა არის შენარჩუნებული კლიენტები, ასე ვთქვათ, პირველი პაკეტის მერე და არის მე-4, მე-5, მე-6 პაკეტებზე უკვე, რომელიც არის ზოგი 50-იანი, ზოგი 100 სესიანი პაკეტი. კაი, მოკლედ, ამ ტრენაჟერზე რას გვეტყვი ახლა? თორნიკა. კი ბატონო. ну, რა თქმა უნდა, წონა ძალიან ძიმე არის თქვენთვის. მოკლედ, მოდი ერთი ტრენაჟერი ავხსნათ, მაგალითად, შენ leg press როგორ გამოიყენებდი, მაგალითად, რომ ჩავთოთ.
თუნდაც ამტრინგები, თუნდაც კვადრები. ბატონო. მოკლედ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაც. არაფერი არ არის აბსოლუტური, ამიტომ ჩემი აზრი არ არის აბსოლუტური, არის ერთ-ერთი მოდელი იმის, ვისაც ვაკეთებ მე, რომ შედეგი დავდო. სხვა ადამიანებს სხვადასხვა მოდელები აქვს. რაც რა თქმა უნდა, თავარი ერთადერთი რაც ყველამ ვიცით ფიტნესში არის ის, რომ ინტენსივობა, ანუ თუ ძლიერად არ ვარჯიშობ, შედეგი არ მოდის. რა თქმა უნდა. ანუ თავის დადება ყველან დამართლეთ, ყველან საუცილებელი არის, ანუ უნდა ივარჯიშოთ ძალიან ძლიერად. როგორი ტრენინგი, ანუ როგორი ტექნიკა გაქვთ, მაგას აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ინტენსივობას. მაგის გარეშე შედეგი არ მოდის. კარგით. ახსნათ ნეკპრესი. ყველა მაშინას აქვს თავისი მოდელი, ანუ ყველა ბრენდს, ჩვენ გვაქვს Nautilus-ის ბრენდი, საკმაოდ კარგი მაშინაა. აუცილებლად ღერძი უნდა ჩავიდეს ბოლომდე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ამბილდა იყოს მაქსიმალური. ეს უკვე მაქსიმალურზეა. რა თქმა უნდა, იდეალურად, ყველაფერი თქვენთვის კომფორტულად. ფეხსაცმელს გააჩნია როგორი არის, მნიშვნელობა არ აქვს ძალიან დიდი. გააჩნია როგორ, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს თქვენი არის არბენი. სარბენი ფეხსაცმელი. მაგრამ კარგი არის სავარჯიშო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ბალანსი პრობლემა არის. მეორე, რასაც ვაკვირდებით არის წელი უნდა იყოს იდეალურად ზედა მხარეს, რომ იყოს დაზღვეული. რასაც ვაკვირდებით ჩვენ არის ამდენად ადის წელი ზევით. როცა ფეხები ჩადის დაბლა, მაშინა რამდენად ამოდის წელი. ოდნავ არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ძალიან ამოვიდა, ამ შემთხვევაში უკვე მოგიწევთ გათვალისწინებას სხვადასხვა ფაქტორების. კარგით. ფეხები თუ ადის ფეხის დგომა თუ არის სტენდი არის ზევით, გააჩნია ადონეზე ჩადიხართ, თუ არის ზევით, შედარებით ნაკლები მოხრილობა არის სახსახში ძვლის მუხლის და არის შედარებით ცოტათი ნაკლები 10-15% ნაკლები აქტივობა კვადრიცეპსის. თუ ფეხი არის ძალიან დაბლა, მეტი მოხრილობა ხდება სახსებში და მიდის უფრო კვადრიცეპსზე ასე რომ ვთქვა. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ვიძახი, ხალხს ჯერა ხანდახან რომ თუ თქვენ აწევთ ფეხს 2 სანტიმეტრზე სხვადასხვა კუნთები იტვირთება ძალიან. ეგრე არ არის, ანუ ცოტათი იცვლება კომპლექსი ძალიან, მინიმალურად 2-დან 5%-მდე და გააჩნია ადონეზეაო, მაგრამ ძირითადად შემთხვევაში თქვენ ვერ შეცვით პროფილს, ამიტომ პროფილი იქნება ისე ცოტა გლუცი, ცოტა ჰამსტრინგი ძალიან და კვადრიცეპსი მთავარი რა თქმა უნდა. ამოაჯის. ესე იგი, მე მიყვარს რა, ვისი შემოწმება, რამდენად ფლექსიბილური არის ადამიანი. ვიწყებთ რაც შეება დაბლა. როგორც შენ გაქვს ფეხები არის იდეალური. ნო, ცოტა ზევით. აი როგორც დაახლოებით მხრის სიგანეზე რო გათვალოთ, არც ძალიან გაწეული, არც შიგნით, ესე. მანქანა გაიხსნა და შეეცადეთ ჩახვიდე ბოლომდე. კიდე. აღარ ჩადის. ბოლომდე. ყველა მასე იძახის ხოლმე და შემდეგ ნახულობთ რა კარგი range of motion-ია და შეგიძლია ახურიზე. რა თქმა უნდა, ეხლა რადგან დარბი ხარ და ატლეტი ხარ, შენი ტერფები არ ამოვიდა ზევით. ძირითადად შემთხვევაში ხედავ იმას, რომ ადამიანი აწვა ფეხი ამოდის ზევით, იმიტომ რომ ყესი არის სახსარი არის შეზღუდული, mobility არის ნაკლები. რადგან ხარ სპორტსმენი ადვილად, მაგრამ ძირითადად შემთხვევაში ხედავ რომ ფეხი ამოდის ძალიან. რამდენად არის რეკომენდებული? შეგიძლიათ ცოტა იყოს, თუ ძალიან არ გაწუხეთ, ცოტა არაფერი არ არის, მაგრამ თუ ძალიან იწევა, მაგალითად აი ამ დონეზე კამერაშიც გამოჩნდება ძალიან ბევრი, ამიტომ გირჩევთ რომ ზევით აწევთ ფეხი ცოტა. და ნაკლები სახსის გამოყენება დაგჭირდება, შედარებით mobility იქნება ნაკლებად. და იქნება უფრო სწორი ფორმა, მაგრამ რადგან შენ პრობლემა არ გაქვს, ჩემთვის იდეალური იქნება, რომ ეს სახსარი გამოიყენო ბოლომდე, ამიტომ ჩამოვალთ და მაქსიმალური mobility. ან ნახეთ, ეხლა განახეთ მოძრაობა, შეგიძლია 10 გამოვნება გააკეთო, all ბოლომდე. აი ნახეთ, რამდენაზე იქნება მუხლი. რა თქმა უნდა, ეს მუხლიც არის იდეალური. თითქმის ბოლომდე იშლება სახსარი და კვადრიცეპსი მაგრად მუშაობს. რა თქმა უნდა, ასე ვთქვით, ჰიპი, ანუ დუნდულის კუნთებიც კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ბოლომდე ჩადის. იდეალურ შემთხვევაში 1-2 წამი მელა ჩამოსვლა, ცოტა პოზა და მიწოლა აგრესიული, რა თქმა უნდა. და უნდა შეეცადოთ, რომ როგორც ჩანს, ანუ წელი იყოს ზედა მხარეს, ზევით არ ამოვიდეს და არც მუხლები ხანდახან შიგნით შედის ხოლმე, ხანდახან გარეთ, შეეცადოთ, რომ ანუ ნორმალურ ხალხს გაყვეს. იდეალურია. სუნთქვას ადამიანებს არ ვასწავლით ძირითადად თვითონ იცი როგორც სუნთქონ, მაგრამ ძირითადად შემთხვევაში შესუნთქვა გამოსუნთქვა. თულ ფაზაში სუნთქვით. კი. თუ არა აქვს ადამიანს გულის სერიოზული პრობლემა, სუნთქვას თვითონ მოახერხებს, გააჩნია ვარჯის, თუმცა ამ ვარჯისზე ძალიან ადვილი გასაკეთებელია, პრობლემა არ არის არაფრის, სუნთქვა როგორც თქვენ სიამოვნებთ, როგორც შეგიძლიათ. მეგობრებო, დღეს ჩვენი ვიდეო ამითი დასრულდა. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. დრო დაგვითმე. ვფიქრობ, რომ ჩვენს მაყურებელს ძალიან მოეწონება, განსხვავებული კონცეფცია. სხვა კონტენტია საერთოდ და
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდე აქეთ და აქეთ გავაგრძელო ჩემი კარიერა და მოღვაწეობა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს. მოკლედ, ჩვენ ნახე გამოიწერონ, რომ უფრო მეტი мотиваცია გქონდეს. ვიდეოს და ლაიქები არ დაგავიწყდეთ და კიდევ კომენტარებში დაწერეთ, კიდევ ვაპირებ უახლოეს მომავალში ჩამოსვლასმე და აი, მაგალითად რა ვარჯიშების სურვილი გექნებოდა თორნიკესთან, რა სახის ვიდეო გინდათ რომ გადავიღო, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და ამავდროულად თორნიკეს კოორდინატორებსაც მიუთითებთ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა სტუმრებისთვის ასე თქვა. კომენტარებში რა შეკითხვაც გაგეცნებათ, შეგიძლიათ ვკითხოთ. გვაქვს ორივეს იმის დროს, რომ გაგცეთ პასუხი და დააკომენტარეთ, დალაიქეთ პეიჯი და გააშიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა.